ელოდა ზეახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმად სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება როგორც კი მორჩა არჩევნები, ქართულმა ოცნებამ დაიწყო ზეიმი, რომ გაიმარჯვა ნარმანიამო, ცოტა ხანში CSKOM თქვა, რომ არაო, არ გაუმარჯვია ნარმანიასო, დაინიშნა მეორე ტურიო, აი, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ჩემგან, მე ყოველთვის არ ვიქნები, ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის და ზეიმის გარდა. ისე რა უცნაური და რა უსამართლოა ხალხო ეს ცხოვრება. აი როგორი წარმოიდგინეთ რა, ნარმანია და მელია მეორე ტურში გავიდნენ და ესპანეთის ჯგუფში ჩარჩა. არჩევნებზე მისული ცოტა ხალხით ძალზედ უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან გთხოვთო, ნუ გადაყვებითო ფეხბურთის ყურებას, მე მგონი დროა უკვე რომ სხვა რაღაცეებზეც იფიქროთო. ქალბატონო თეა, ძალიან გთხოვთ რა. პატივისცემით ვარ განწყობილი თქვენს მიმართ და ნუ დაიწყეთ ახლა ჩემი სიდედრივით ლაპარაკი. არჩევნებზე მოხდა რამდენიმე კურიოზიც. ქობულეთში ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველი მივიდა ეგრეთ წოდებული შორტებით და არ შეუშვეს. ატყდა ერთი ამბავის, არასამთავრობოებმა ატეხეს ამბავი, ეს არის ადამიანის უფლებათა შელახვა, როგორ შეიძლება ამომრჩეველია, ის შორტით იქნება თუ შარვალით უნდა შეუშვა, ხმა უნდა მიცე მე ანახეს ფოტო ამ შორტების და გაჩუმდნენ არასამთავრობოებმა. ნახოთ როგორი შორტებით მივიდა, გთხოვთ. ეს ვისი ამომრჩეველი იყო? მე ვერ გეტყვით. ამან ვინ შემოხაზა, ვერ გეტყვით. ზოგი ამბობს, რომ მეორე ტური დაინიშნება ორ კვირაშიო, ზოგი ამბობს ივლისის ბოლოსო, ნარმანია იხვეწება, გენაცვალე რაც შეიძლება სწრაფად დანიშნეთ, თორე გახმა ეს მილიონი ენერგიო. რაც შეეხება კონსტიტუციის მცოდნეებს, ისინი ამბობენ, რომ მაქსიმუმ 40 დღეში უნდა დაინიშნოს მეორე ტურიო, იმიტომ რომ 40 დღის შემდეგ ის მკვდარი სულები, ვინც ხმა უნდა მოგცეს, ისევ ზეცაში მიდიან. ესე იგი, აქუბარდია გამახსენდა. დავით აქუბარდიამ თავის გადაცემაში დაპატიჟა ნიკა მელია. აი ხო როგორ ვერ იტანს ნაციონალებს, ხო? აქუბარდია, მაგრამ მაინც ეს მეგრული ურთიერთგატანა აქვთ. ამას ვერ წაართმევ და დაპატიჟა ნაციონალი მელია და რა უთხრა? დებატებში აუცილებელია დავსვეთ. არა იმიტომ რომ მას არ უნდა, მე მინდა, არ მინდა. თბილისელებს უნდა ვცეთ. მე მაგის ადრელა შენთან არ დავშტებოდი. შენ ჯერეთი თემბრი გაქვს უფრო მაღალი რეჟიმი. საგნობრივ დებატებში. საგნობრივში შეგიძლია თავისუფლად ნებისმიერ შეაკვედი რომ ხა და ლოგიკით არ უნდა დაგი. მის შესაძლებლობა არ არის, არ გახსოვს. აი. ესე იგი, მოდი ვთქვათ, რომ ეს იყო შექება. აქუბარდიამ შეაქო ნიკა მელია, მე მაშინვე ვიფიქრე, რომ აქ მარტო მეგრული პონტი არ იყო, რომ ამ შექებაში უფრო სიღრმისეული მიზეზი უნდა ვეძიოთ ყველამ და ვიპოვე. ნახოთ. მე გულწრფელი ვარ და მამაშენს ვიცნობ, რა ტელევიზია გაიცა, ეცა გული შეეტევა მქონდა და გადამარჩინა მამაშენმა. არტა მეყვარს მამაშენი და პატივცემ. მაგრამ აქუ რის აქუა, რომ ბოლომდე ვიღაცა აქოს, ლექსი გამომივიდა.
და ბოლომდე კონსტრუქციული იყოს. როგორ დასრულდა ეს ყველაფერი? ისი უცინოდ. არ გიძერს. როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება დღეს შემოსულია ქართული ოცნების მარტი. ახლა ამიჩმა. ახლა ამბიტმა. თბილისში იმყოფებოდა, მე ხო ლოგიკური გადასვლების მამა ვარ საქართველოში. თბილისში იმყოფებოდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიწვია ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის, სადაც ერთმა პრეზიდენტმა მეორე პრეზიდენტს უთხრა, რომ თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. ოღონდ ეს სარქსიანმა უთხრა მარგველაშვილს. მე გაიმართა მათ შორის საუბარი, როგორ ხარო, ეკითხება მონცეს ახბერჯან ცავატანე მოეუბნება სარგსიანი მარგველაშვილს, როგორ ხარ ძმაო, რა ხდება შენსკენ? როგორ ვიქნებიო, სერჟო? ყველაფერს მართვევენო, ყველაფრის უფლება წამართვესო. აი დღეს მაგალითადო წამართვესო რუსთაველის პრემიის მინიჭების უფლებაო. მართალიაო, თქვა სერჟ სარგსიანმა. რა საქართველოს პრეზიდენტის საქმეა რუსთაველის პრემიის გადაცემა? ეგ სომხეთის პრეზიდენტმა უნდა გადაცემოს. მოკლედ, სანამ მაგდა აიშა ვასაძე კაციშვილმა არ იცის რაზე ფიქრობს, გაგიკვირდება და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. ახლა ღამის შოუში კვლავ სიმღერის ტელეპრემიერის დროა და მე მინდა დაუთმო სტუდია, სცენა აბის და მასტერს სიმღერით ზაფხული მოვიდა. ივლისში ვიწყებ დათრობას, აგვისტოს მერეც არ შევიცვლი განწყობას, სექტემბერი არ გათიშოს გათბობას. ზაფხული ზღვაზე, იყავი ჩემთან, რომ არ ვიფიქრო ზღვაზე, დგახარ მაგარ ტანზე, გაკოცებ და ეს ფოტო დავდოთ ინსტაგრამზე. 1 2 3 4 ჩავიძიროთ ლაიქებში და თუ მოგინდება მერე აგიყვამ თებში, გადმოვხედავ დარემარეს, დილით გაჩუქებ მზეს და ღამე მთვარეს. რა ვქნა რომ მოკლეა ზაფხულის ღამეები, მაინც შეგვიძლია მოვასწროთ რამეები. მე შენ და 12-დან 3 თვე, შენთან უნდა გავატარო 3-ვე. მოკლე კაბები და ფეხები ქსელი, არ გამახსენო ღამე გუშინდელი, არ უნდა თაგველი მგონი მაგდენი. რა ვქნა შევყევი გოგოებთან საუბარს და მერე კიდე მოყარეს თავისი მეგობრები. მერე მითხრა არ არის პრობლემა გართობა, მთავარია არ გავაღვიძოდეს მეზობლები. მერე რა თელი ღამე რა დილამდე რა მე და შენ საღამოს კლუბში ვივახშმოთ გემზე ზღვის შუა გულში, მე დავლევ ჰენესი შენ შეუკვეთე სუში, რა ტექსტა მირეკავს რომ მოხსენით გულში. რა ძალიან ცხელა ვერავინ ხედავს გაიხადე ნელა, მე შენ და 12-დან 3 თვე, შენთან უნდა გავატარო 3-ვე. ზაფხული ღამე ზაფხული მოვიდა მე და შენ
გადაცემის შემდეგი რუბრიკაა ცეკვავენ მოცეკვავეები და დაყვებიან ვარსკვლავები. რუბრიკის სტუმრები გახლავთ თიელი და მზია ორველაშვილი. გთხოვთ. Ადგით წინასწარ თუ რუბრიკას ხო ცოტა არ გამოუვიდა ცეკვა მზიას მორიდებული იყო. მოკლედ მე რითი უნდა დავიწყო. ძალიან ბევრი რამ მოხდა გასულ კვირაში. ბევრი უბედურება დაგვატყდა თავს. ჯერ იყო და ესპანეთი ჩარჩა ჯგუფში. მერე მუსტაფამ თავიშვილს თავი მოჭრა. ბოლოს გასამდა მიშა მესხი გავარდა. გვაკმარე ღმერთო. აღარ კმარა. ამდენი უბედურება. ამდენი. შეგეცი. ამისთვის ეს უბედურება არა, ჩვეულებრივი ამბავია. ამისთვის ეს კარგი ამბავია. კარგი ამბავია, მეღირსა ნახევარფინალში გასვლა. აბა. კარგი, როგორი მე. შენ ხო არ მაღირსე და. ერთ-ერთი თქვენი პროფაილი ვნახე. სადაც მე მახსენე შენ როგორ უძლებდი ამასო. მივხვდი რა დღეში ვიყავი? კი, მივხვდი. კარგი, მოკლედ ახლა რას აპირებთ? გამარჯვებას აპირებთ თუ არა? გამარჯვებას რა ვიცი, გვინდა ვცდილობთ და ნახოთ როგორ გამოვა. თუ SMS-ების გამოგზავნას მოუმატებ, მე ხო? ორით მაინც რომ მოუმატო, ერთი 8-9 რო გამოუშვა, მე მგონი. ანუ 7-6 არ ყოფნით. 7-6 არა, წინაზე გვეყო, მაგრამ ეხლა უკვე აღარ გვეყოფა, ნახევარფინალი მოდის. კარგი. შენ ხარ ლევან ჩიჩუა. კი. ეს ყველა ვიცით. ანუ გასაგებია ჩემთვის უკვე როგორ მოხდი შენ პროექტში. შენ ხარ ჩვენი პრეზიდენტის მეგობარი გოგოს ნათესავი. არა, ეგრე არ ვიცნობ საერთოდ. საერთოდ არ ვიცნობ. თუმცა ჩვენმა პრემიერმა ხო თქვა? პრეზიდენტის მეუღლეს არ ვიცნობ, თორემ გოგოს ვიცნობ კი. აჰა. გასაგებია. და მაგრამ პრემიერმა ხო თქვა, რომ ცოლის ნათესავი არ არისო. ხო. ასე რომ მე ჩემი ცოლის ნათესავოს გასაგონად ვამბობ. შემჭამეთ. არჩევნებზე იყავი? არჩევნებზე არ ყოფილი. მართლა მაინტერესებს. მაგრამ მე დავზია რეპეტიციებში და საერთოდ შენ არ გეკითხები? მე კარგი. იყავი არჩევნებში? არ ყოფილი ვარ. კიდე გაი, თორე შოკში ჩავარდებოდი, სუმეგრელები იყვნენ. შოკებში. როგორია თიელი თქვი ახლა? მაგარია. რაშია მაგარი? ცეკვაში. მაგალითად რომელი ცეკვა ეხერხება? რომელიც შენ ვერ გააკეთებ. რა ვერ გავაკეთე მე? აი სამბაში თეძო ისე ვერ გაიქნია. სამბა ჯერ არ მოს ჩვენს. სამბა არ გიცეკვიათ ჯერ და ვისაც ყვე? არა, სალსა ხო ვიცეკვეთ, სალსა და სამბა გაავს ერთმანეთს. გაავს, მაგრამ მე მოგეცათ ჩემთვის სალსა და ვიცეკვებდი გენაცვალე. შენ არ გინახავს ჩემი ამოვარდნილი თეძო. ასლაბარა. იცი რა არის? ბოლო ტურში ვუყურე მე ერთ-ერთ quick-steps მზია. ვინიც ეკვა ბოლო ტურში არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მე და შენი quick-step-ი გაცილებით უფრო მაგარი დონის იყო. რა თქმა უნდა. ხო მეთანხმები ამაში? თქვენ მეთანხმებით ამაში? არ მინახავს თქვენი quick-step. არ გწხვენია? SMS კი არა, შავ ქვას გამოგიწევ. მომინდო აქ SMS-ები. ინგა გრიგოლიამ რა გითხრა ლევან? ცოტა ახალგაზრდა რო ვიყო. შემიყვარდებოდიო, ხო? მაგან ეთყობა ის ნახა სადუნიშვილს რო ეზასავე. ხო, და ეთყობა ჩემი ასაკიც არის იქიდან გამომდინარე, რომ არც ისე პატარა ვარ, მე მგონი როგორც გონია. აი, რამდენი წლის ხარ? მოდი ჩემ შოუში თქვი. კიდე ერთხელ გაუსკდეს გული მაი ასათიან. 31-ის. 31-ის. არა, პატარა ხარ რაც. ინგასთვის თუ მაიასთვის? არა. ინგასთვის პატარა ხარ რა. მაიასთვის არა? არა, ალბათ, ხო, მე ხო ინგამ რა ხან თქვა? არ ვიცი, შეიძლება მე მათემატიკაში მესვა 61 წლის ქალისთვის 31 არა, პატარა.
ეს ამოჭერით, თორე შემდეგი შოუ არ იქნება. ესე იგი, შენ ახლა მზიად ცეკვავ კარგ ბიჭთან ერთად. წინა სეზონში ცეკვავდი კარგ ექიმთან ერთად. და იმის წინა სეზონში დვავადნომ. კარგი ბიჭიც ყავდა და კარგი ექიმიც. რას ერჩი? მე არც არაფერი. მომისმინე, ჩერკოვებმა თქვა რაღაცა კუზანოვთან ვარ მისასვლელიო და მოძრა უკვე? არა, თქო რომ ოთარისთან მიმასვლეობა, არა, კუზანოვთან არა. ცხვირზე გულის. რომ ძრებოდესა კუზანოვთან არ მივალო, ესე თქვა. რომ ძრებოდეს არ მივალ. აბა ვისთან მივალო? ეგ ალბათ ყავს ვიღაც იქ თავისი. ეყოლება. სოციალურ ქსელებში რას წერენ, გაინტერესებთ? იქ შეიძლება ბევრი რამე დაწერონ. არა, ხო და მე წაგიკითხავთ. ხომ ხედავთ, მიშა მესხსაც გაუყალბეს. მოვითხოვთ მეორე ტურს. TL's მიმართავს ვიღაცა. ბავშვი მინდა შენგან. ოღონდ ალიმენტი უნდა იხადო. ამას ბავშვი რა სექსი დომები. და ფული. და ეთყობა მარიამ კუბლაშვილთან გაიარა კონსულტაცია. კარგი, შემდეგი. ჯულიანა ისეთი ლამაზია, რომ დიდხანს ვერ ვუყურებ და მე ცოტა ხანი მიშა მეზგზე გადავერთვები ხოლმე. შემდეგი გთხოვთ დააბრუნოთ როსტო. ზია, შენ მოცეკვავების ოჯახიდან ხარ? კი. დედა ცეკვავდა, მამა ცეკვავდა. ძმებიც ცეკვავდნენ, იმის დედაც ცეკვავდა, იმის დედაც. ანუ შენ ხარ ესა. აწეთ სალდატაში იტყოდნენ. ანა ტანცუით, იო მაც ტანცევალა, იო მაც тоже ტანცევალა. და უკვე ჩემი შვილიც ცეკვავს და საქართველოს ჩემპიონი გახდა. რაში გახდა შენ შვილს? სამედრესო ცეკვავს. რას ლაპარაკობ? რამდენი წლისა? 6-ის. ვინ ყავს მეწყვილე? მარიამია, სამწუხაროდ გვარი. მარიამ კუბლაშვილთან ერთად ცეკვავს შენ შვილი? არა. კარგია, ბავშვი, კაი გემოვნება აქვს თავიდან. ვერაფერს თქვი. მე რა მაინტერესებს, შენ როდის თხოვდები? მე აგვისტოში. აგვისტო, ამ სიცხეში გოგო? რომელ აგვისტოს? 9-ში. 9 აგვისტოს ქორწილი გაქვს? ხელს ვაწერ ხო? ხელს აწერ 9 აგვისტოს. და ვის მიყვები? ალექსანდრ ოხრიმენკო. ალექსანდრ ოხრიმენკო. იცნობ შენ ალექსანდრ ოხრიმენკოს? Хороший мальчик. Очень хороший мальчик. Немножко строгий, но такой, да, цава. Строгий. არა არის ეს მე სტროგი ვითომ? კარგით რა იყო? რა იყო, ხა მზია არც ისეთი ის არის, რა მოგივიდა. მომისმინე, მე უნდა ვიყოთ ამადა თქვენ ქორწილში? დიახ, მოემზადე. თიელი ვინ იქნება? მერი კიფე. და კუზანოვი დაჭრის მწვადს. ასე რომ შემოიტანეთ. შეგაგროვეთ. ხო ხედე. დაჭრის და დაგვირიგებს. ნუ შემდეგში. დიდი ქორწილია, რამდენი კაცი იქნება? ახლა ყველაფერს ხარ გეტყვი. უნდა მითხრა რამდენი 120 კაციანი. არა, მე ხომ უნდა ვიცოდე, მე უნდა დავიბარო იქ მომღერლები კაცო. შენ დაიბარდა მე. გია მოვა სურამელაშვილი. გაჩუქებს რამეს ოქროს. ან თუ არ გააჩუქებს სიმღერის დროს ჩამოუვარდება შემთხვევით. ინტერს გადაგიშლი. კიდე ვინ მყავს? ვინ მყავს კიდე ჩვენ ესეთი MTV-დან? ვინა? გიორგი ჩემი წერეთელი მოვა არაჩვეულებრივი იმღერებს და მე მთელი შემადგენლობა მყავს შენი ქორწილისთვის გამზადებული ქსოვრელები. ძალიან კაი. ქსოვრელებმა ახლა ჩაწერეს ახალი ალბომი. დუდუკებით სერჟანტ პეპერსი. და ასე შემდეგ. მომასმენია რომ მეც ვიცოდე რა იქნება. ო. სერჟანტ პეპერს lonely heart love band. იცი რა მაგრად. და მე მეორე აგზელებს. We hope you will enjoy this show. არაჩვეულებრივი. მოკლედ, წარმატება მინდა გისურვოთ. დღეს ძალიან აღლილები ჩანხართ და აღარ შეგაწუხებთ. არ მღერით.
არ ლაპარაკობთ, იცეკვებთ რამეს? არა. არა. არ იცეკვებთ არაფერს. მეც აღარ გამოგიგზავნით SMS-ებს. დიდი მადლობა და გიყურებთ მოკლედ. გიყურებთ, გულშემატკივრობთ. თიელი და მზია ორველაშვილი, დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ დედაქალაქის მერის არჩევნებზე მეორე ტური დაინიშნა. და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნული ნაკრები წყალბურთში. გთხოვთ. ეს რა თქმა უნდა ესეთი ხუმრობით გამოცხადებული რუბრიკა იყო. რეალურად მე მინდა გითხრათ, ვინც არ იცის ამის შესახებ, რომ პირველად ხო ჩვენს ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა იმ 12 გუნდს შორის, რომელიც იასპარეზებს წელს ივლისში ევროპის ჩემპიონატზე. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა ზოგადად დომინირებს მსოფლიოში, წყალბურთში 12 ევროპულ გუნდში მოხვედრა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. მოდი ვიტყვი მე ვინ არიან ხო ჩვენი სტუმრები, ეს არის ბატონი ვოვა ისელიძე, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბატონი იოვან პოპოვიჩი, ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ჩერნოგორი, რომელია სწორი, ჩერნოგორია თუ მონტენეგრო? ჩერნოგორია. ჩერნოგორიელი მწვრთნელი ყავს და ახლა მიშკა ბაღათურია კარგად იმღერა და ამიტომ მოხვდა ნაკრებში. ერთი მომღერალი გვინდაო, იქ 4 მეტრიანია, ხო? გიმნის დროს. ხო, გიმნის დროს და პენალი 5 მეტრიანი პენალის დროს და ესე გაუშვებს და დააბნევს. ზუკარურუა კაპიტანი და გიორგი ხვედელიანი, ხო? ნაკრების აი ეს არის დიახ, აჩუქარი. დიახ, ნაკრების სახელით. ბურთი ხელმოწერებით. დიდი მადლობა. ეს არის და მაისური. ახალი ჩამოყალიბებული. აჰა, კარგია. თან იცით რომ მე წონაში დავიკელი და ნახე როგორი. ყვილა უყურებ. ბუფი და მაგდა შენ პატარა გექნება, ყვილა უყურებ ამ მაისურს. ვერ მიიღებ ვერას დროს. ესე იგი ეს შეტევაზე რომ გამოცდილება გააქვს. აბა ერთი პას მოგცემ და შენ დამებრუნება. აბა დაბალია იქ. გამოცდილება გააქვს. მაგრამ დაუწევ. აჰა, ხო არის გამოცდილება ცოტა, კარგი. მოკლედ ეს ჩემია. გილოცავთ ბიჭებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ, ულოცავ მწვრთნელებს პირველ რიგში და სრულიად საქართველოს ისე დიდი ტრადიციები გვაქვს ქართველებს წყალბურთში, გარდა იმისა, რომ საკლუბო დონეზე საბჭოთა კავშირის დროს ამაზე არ ვიცაუბრებ, ახლა ბევრი სახელოვანი წყალბურთელი ყავდა, თბილისის დაარსების ლეგენდაც წყალბურთს უკავშირდება. იმიტომ რომ გორგასალი რო ნადირობდა გადაუთარგმნეს. When Gorgasali was hunting. ესე იგი და ეს ხოხობი ხო მოკლა. ეს ხოხობი თურმე დაფრინავდა ასე უაზროდ. მოკლა, ჩავარდა თურმე წყალში და მივიდნენ ახლა ეს რა, ჩვენები მივიდნენ და ვეზირს უთხრა რომ ნახე ესო რა წყალიაო. მივიდა ვეზირი თითი ჩაყო. თბილი წყალიაო. ხო და გორგასალმა თქვა, აი ამ თბილ წყალში ჩვენ ვითამაშოთ წყალბურთს. მეორე ვაზირი ეკითხება, იმიტომ რომ ის
მაინც ბეისბოლისკენ იხრებოდა. ის ბაზილი ეკითხება რომ და ბურთიო რა ფერის უნდა იყოსო? ბურთიო. მოხლისფერი. აგერ არის ხოხისფერი და ჩავიდნენ და დაიწყეს თამაში თბილ წყალში, hot water. იმ დღის შემდეგ ქართველ წყალბურთელებს თბილი წყალი აღარ ღირსდა. როგორ წყალში ვარჯიშობ თქვი? უფრო და უფრო ცივდება. ცივია წუთის ოქროს. უფრო და უფრო ცივდება. მეც მაგიტო დავანებე და ჩემმა თაობა, მე ძველი წყალბურთელი ვარ და ეს ძალიან ხამაღალი ნათქვამია, ძველი წყალბურთელი ვარ, 3 ტურნირში გამოვედი სულ, 2-ში მეორე მეკარე ვიყავი და პრამეტით ერთს ვიგებდით და ბოლო 2 წუთი შემიყვანეს. მე მახსოვს პენალი რო ამიღეთ. კი და 18-7 მოვიგეთ რა. არაჩვეულებრივი ადამიანი უნდა ვახსენო, ჩემი მწვნელი, ჩემი უფროსი მეგობარი სოსო მაისურაძე. ჩვენი მწვნელიც მე მინდა მივესალმო ბატონ სოსოს, სადვესალმები ხოლმე. ბატონ სოსო მოგესალმებით, დამსახურებული ადამიანი, მართლაც თქვენი დამსახურებაც არის, კი არა და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამ წარმატებების თქვენ ხართ, იმიტომ რომ თაობებს დიდით. ხო და აი ამ ცივი წყლის გამო ჩემი თაობა ანებებდა თავს, ამ გაყინული წყლიდან რომ ამოვდიოდით, კაცო, გოგუების გწხვენოდა. Shame. It's okay, everything's okay. Нам было стыдно, когда... Все, супер, все. Ара, я до вас дойду. Русули Хорошо. Я до вас дойду. У меня серьезные вопросы к вам. Хорошо, без проблем. Такие, что только вы ответите. Хорошо, без проблем. Хорошо, окей. ესე იგი, საქართველოში მაღალი დონის აუზის დეფიციტიაო, ამბობენ, მართალია? სულ მე ნუმალაპარაკებთ ახლა თქვენს თქვით. კი ბატონო, არის. დეფიციტი ყოველთვის იყო. ახლა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ფიტნესზე გადავიდა მთელი კაი აუზები. რახან ევროპაზე გავედი. ბატონა იცით რომ დაიხურა და დაგვჭირ ერთი აუზი, სადაც ვართ ზამთარ ზაფხულს. დახურვაში. დახურვაში გავხვედით ევროპა. არა, მე ვიცი ერთი კარგი აუზი, მაღალი დონის, მაგრამ რადგინა პატრონს ვიგერი ყავს იქ გაშვებული. კაპიტნად როგორ შეარჩიეთ ზუკას? მე ზუკა მიყვარს სახელი, ჩემ უფროს შვილს ქვია ზუკა. ზუკა დიდი ხნის კაპიტანია უკვე, პოლკოვნიკობა ეკუთვნის, იმდენი წელია. ჩემი შვილი ჯერ კაპიტანია. როგორ შეგარჩიეს? ანუ ყველაზე მშვიდი ხარ თუ რა ვიცი, თავიდან ახალგაზრდული ასაკობრივი ჯგუფებიდან ვიყავი კაპიტანი. აბა ბურთს როგორ იღებ? გამოვუშვი? მე მეკარე ვარ, ორი ხელით შემიძლია. ასაკობრივი ჯგუფიდან იყავი კაპიტანი. კი, აი ახალგაზრდულიდან, 15 წლის პირველი ახალგაზრდული ნაკრები უკვე 15 წლამდე ნაკრები იყო თავიდან და იქიდან უკვე კაპიტანი ვიყავი. რურულები თაობებით არიან კაპიტანი, მამამისის კაპიტანი. თაობას გადმოყვა კაპიტანი. გადმოყვა. ამომავლობაში. კი, ეს როგორც მომღერლები არიან სულ და მუსიკოსები, მაკალათიები. ასე მოყვება და მოყვება. რურუა, მაკალათია, კუკავა, ნარმანია, მელია, თქვენია ეს ქვეყანა. Как хорошо, что вы Попович. Да. Поповская фамилия. Какая? Поповская фамилия. Поповская фамилия. Исе წყალბურთელები ხალხო აპასნი ხალხია. იმიტომ რომ რაც ზემოთ არიან ორი იმდენი წყლის ქვემოთ არიან. ეს მინდა რომ იცი. ხო, მართლა, იცი რა არის, ძალიან გულშემატკივრობ მე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს. მაგრამ ასევე გულშემატკივრობ საქართველოს წყალწაღებულთა ნაკრებს. ფეხბურთელები ვიგულისხმობ. და აი, გვეშველებ არა მე. წყალბურთში თუ ფეხბურთში? წყალწაღებულებში თუ წყალბურთში რა ევროპაზე გავედით, კაცო, დავიწყეთ და ფეხბურთში გვეშველებ არა მე. ესპანეთის მაგივრად ჩვენ რო წავსული ვიყავით, დავიჯერო უფრო დიდი ანგარიში წავაგებდი. არა მგონი. არა მგონი. ბიჭები ბრაზილიას მაინც ნახავდნენ. კი. ცუდი იქნებოდა და მე ჰოლანდიის ბალეში ხარ, ხო? კი, ჰოლანდია, ამიტომ ცოტა ჯერჯერობით კარგ ხასიათზე ვარ. ჯერჯერობით კარგ ხასიათზე ვარ, რასაც ვერ ვიტყვი გუფიზე, რომელიც ნისლიანი ალბიონიდან არის. მაკალათიები ხო იცი, ლუტონიდან არიან.
ლესტერიდან. არა, ესე ბრაზილიაში წყალბურთი როგორ ეთამაშა, ბრაზილიელებს მოუგებდა. და სად არის ევროპის ჩემპიონატი? ბუდაპეშტში. 14 ივლისი იწყება ორკვირიანი. ნუ ხამაზეც ვისაუბროთ, ეხლა მართლა სულ მაიმუნებად ნუ გადავაქცევთ ამ რაღაცებას, კაცო, ცოტა სერიოზული შოუა. და იწყება 14-ში, მსოფლიოს მერე მეორე დღეს იწყება, ხო, 13-ში თავდება, ხო? 14-ში და ჯგუფში გვყავს ჯგუფში გვყავს რუსეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ხორვატები, მონტენეგრო და იტალია. მონტენეგრო. А вы за кого будете болеть? За Грузию или за Монтенегро? Грузию. За Грузию 100%. Грузия профессионально. Профессионал, конечно. Вот я очень благодарен. Вот посмотрите, что я хочу сказать. Значит, у баскетболистов Да, великий тренер Кокошков. Да, он из Сербии. Да, знаю. Вы тоже рядом Черногория, с да. Черногорией, Попович. Да. Тоже вы стали тренером, и мы попали на чемпионат Европы. Вот в Черногории и в Сербии там нету Кецбовича. Может быть, есть Кецбошков. Чтобы мы хоть куда-то мы попали. Да, но Хотя бы билеты взяли. Чандабас рейс отменили, мара, билеты взяли. Вот есть такой тренер, кто футболу поможет? а футболу я говорил с вашим тренером Кецбаем, я говорил, но я ему сказал, что мы тренируемся каждый день 6-7 часов днем. Ага. Каждый день 7. А они 6-7. сколько тренируются? А я думаю, что они тренируются, может быть, 2 часа, не лучше. Не лучше. Нет, вообще 2 часа. У Черногории футбольная сборная тоже хорошая. Да, нормально, но нет, у нас не такая большая база. Может быть, у Грузии надо быть лучше, я думаю. Эх, я тоже так думаю, Марагай. რა მინდა ვთქვა იცი? თქვენ გადაგუთარგმნეთ თან რომ ყველამ რომ გაიგოს. ნაკრები დაკომპლექტებულია უკვე, ვინც ევროპაზე წავა? თითქმის. Вы знаете всех игроков, которых берете на არა, კონკურენცია არის. Будапеште? принципе, да. У меня есть одна кандидатка. А, кандидатка можно? Да. Вот, Кандидатку можно взять. Да. вот, да, Миша Кандидатка знает просто. ее. Если вы смотрели «Две звезды», ორი ვარსკვლავი, ვინც ნახეთ, ჟიურიში იჯდა, ერთ-ერთი ორი ისეთი ტივტივა აქვს, რომ მაგას ვერ ჩაძირავს ვერა. Минусы. Теона, контридзе. Тивтива это на черногорском поплавок. А, можно такой, Да. проблема. Поплавок. Да ვერ ჩაძირავს. სტოლბათ არ გამოდგება თეონა. Столбат. აა, ბომას. სტოლბი ესე რომ მიიღებს. Что будет играть, да. უყურებდით მიშან მღერო და რა თქმა უნდა, ბალიშიკობდით. SMS-ებს უგზავნიდით? ძალიან. И ასწავლე ომას არის. SMS-ებით გავიყვანეთ იქ. А вы смотрели, когда пел ваш? Да, я был на шоу там, и там есть много вот этих конкуренткинь, чтобы могли приходить. Если нет играть, тогда смотреть водное поло, как мы приходим на... История. ანუ კიო, წავიყვანო კონტრიძესო. ნუ პაპლავოგები აქო წავიყვანო. კარგი, ახლა ვისაუბროთ ჯგუფიდან გასვლა რეალურია? Реально выйти из группы в Будапеште? Реально, я думаю, трудно будет. Там очень хорошие команды, там есть от 12 команд, 10 команд, что были чемпионы Европы, чемпионы мира, олимпийские чемпионы. Так что мы первый раз на Европу попадаем, я думаю, самое главное это, что мы попали на Европу. Но мы там не будем ходить, там, чтобы мы проиграли. Мы там будем ходить играть в водное поло, чтобы надо показать целой Европе, что Грузия тоже играет в водное поло и хорошее водное поло. А потом результат посмотрим, как будет. Постепенно. Нужно время. Еще нужно время, чтобы выросли вот эти молодые генерации, что приходят. У нас есть хорошая молодая сборная тоже, что хорошо тренируются и хорошие результаты тоже делают. На прошлый год молодая сборная попала тоже на Европу, была 13 место от 16 команд забрала. И вот эту год у нас есть тоже юниорский чемпионат Европы от Блиц. За 95 год и младше. Так, посмотрим, как будет. Посмотрим. Ну, одну игру же можно выиграть. А самую главную игру. Вот Румынец моугевт. რუმინეთი Самое главное რუსეთთან გვაქვს დიდი შანსი. Самое главное Русия, Русия. да. Я так понял. არა, ოთარ, თავარი რა არის, იცი? აი, ჩვენ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, რომ ევროპაზე მოხვდეთ. რაგბისტებიც ასე იწყებდნენ, კაცო, გავიდნენ, ვერ მოიგეს, მაგრამ მე ევროპის ფინალში 12 გუნდში მოხვედრა არის სერიოზული წარმატება.
და ჩვენ ამას მივახციეთ სულ თამაშით მივედით აქამდე და ახლა სერიოზულად თუ მოვკიდეთ ხელი შეიძლება ოლიმპიადაზე გავხდეთ. სხვათა შორის თურქეთი რო გააგდეთ თურქეთი მე და მაგდა ვასაძეც ხარეცრემლით ვტიროდით მე ბედნიერების ცრემლები მქონდა და მაგდა ვასაძის სიმწრის იმიტომ რომ თურქების მეკარე ძალიან გავდა სავაშს და ჩემი მაგდა ტიროდა მაგრამ ისე თურქეთი ძლიერი გუნდია ხო? იყო მეორეჯერ ორჯერ ევროპის ჩემპიონის ფინალური ეტაპით. ორჯერ. აი თამაშის შემდეგ ფეხბურთელები მაისურებს რო ცვლიან, თქვენ რას ცვლით ხოლმე? Про арაფერს, მაგრამ თუ скудებს. Иван, вот после игры, когда футболисты обмениваются майками. Надо купальники меняются, ну. У нас по 2 купальников. Ага, по 2 купальника. Да, обязательно, тогда можем меняться. ესეთი უცებ რაღაც ლერეთის გამოსთ. კარგი, სტოლბი ვინ არის ჩვენ ნაკრებში? აქ არის სამწუხაროდ. აი დამცველია სტოლბის ამყვანი აგერ გვიზის გვერდზე და სტოლბის ფრანიჩევიჩ ხარვატ და გეგელაშვილი. Два столба у нас. Коте Гегелашвили, Франчевич. Они очень устают, и мы меняем часто. Давайте поговорим о натурализированных игроках. Сколько у нас их? 4, 3? 4. Хорват? 3 хорвата. 3 хорвата, 1 черногорец. 3 хорвата. Черногорца вы привели, наверное, да? Наверное, это надо обязательно. Он отвечает за них. Да, если они гол не забьют, вам зарплату обрежут. Хорошо, согласен. აი მე რა მაინტერესებს მეგობრობთ ერთმანეთთან ხო ეხა ერთი გუნდია და ერთმანეთს როგორ მოიხსენიებთ ხოლმე ჩემი თანაგუნდელია თუ ტრუსიკის მეგობარი აბა მეგობარი უფრო მოგვიხდება ხო ჩვენს ვойна будет конечно ვაი რა კარგად გაიგო იოანე მოგლეთ თქვენ ერთმანეთს როგორ მოიხსენიებთ ტრუსიკის მეგობარი ვойна будет Они друзья трусиков. Да. Посмотрим. Расскажите, как там Черногория? А сейчас летом супер, очень хорошо. Хорошая страна, приходит летом там очень супер. Я с моря, я живу на море и так супер. А вы не в столице живете, да? Нет, я живу в Котору, там маленький город, но очень красивый. Вы науков играть Черногорию? დავდივართ. А много раз на сборы ходим. Зачем ორჯერ სამჯერ გვიწევს ჩა. რა გენაღლებათ? რო ენატრება ოჯახი ჩავყავარ. Там много русских пришло, покупали все там. Ничего. Грузины не могут, нету денег. Могу, как не могут. Мало денег. Я познакомил много грузинов, что у них деньги много есть, я не знаю. რო ჩამოვიდე ნაშებს გაჩითავს კითხეთ რა. Если приедут девушек, сделает его, говорит. Да, без проблем. За девушки что делаем? ეხა ამის ესაც ამან უნდა გაჩითოს, сделаю-я. Да, სულს არ ესმის ეხა ქართული და მაგიტო ეს თამაშს ლაპარაკობს მაგ თემაზე. მე შემიძლია რომ გელაპარაკოთ, იმიტომ რომ არ ესმის ნამდვილად. თქვენ ყავთ ცოლი? კი. თქვენ? მე არა. მე კი. სუკას კაი, მაშინ შენი ლაპარაკი. ამათ მაგივრად ჩემ თავზე მეავე. შენ აიღე შენ თავზე. მომისმენთ როგორი იყო ორი სიტყვით ახლა შენ ორ ვარსკვლავზე რო არ ვისაუბროთ შანსი არ არის. როგორი იყო მითხარი? შენთვის რთული იყო კი სიმღერა იცი? ნიჭიერი ხარ და ერთი ერთზე გავიდა. გავიდა. გამოუშვა. მე მეკარე ვარ ორი ხელი შეიძლება. აუ ძალიან რთული იყო პირველ რიგში იმის დაძლევა ამათ პირში ჩემ მტერი ჩავარდეს. ბურთი ჩამოვარდა სხვა რამე არ ხოდა რა ვიცი მე მგონი გადავლახე პირველი ტურის მერე ამათი კრიტიკა არა ესპანური რო შევასრულე რაღაც მოძრაობას ვაკეთებ იქ რა ფეხი გვერდზე უნდა გაწიო ტანგოს ცეკვის დროს და ესე ერთი ორი კვირა SMS-ელმებოდი რა უმალჯე მაგდროს ვარჯიშები ხო მქონდა და როგორ ახერხებდი ამას აი თავიდან მეგონა რომ ახერხებდი მაგ საქმეს მაგაშია შეუთავ ხან სკაიპით ვარჯიშობდა ხან სკაიპით მღეროდა ხო ეგეთი ხოდა იოსტა ბატონოს უთხოვე კიო წადიო პრობლემა არ არისო ჩვენო პოპულარიზაცია ალბურთის ისა ხო ესე მეგონა მე იგი გადამტოვეს 1-4 დღე აქ ვიყავე ესენის ბორზე იყვნენ ჩავდივარ ბორზე 18 საათ ბილეთი სპეციალურად ამიღეს ალბათ გაბრაზებულები იყვნენ 18 საათ ვიფრინ
და დილის 7 საათზე ჩავდივარ და ნუ როგორც ყოველმე დავისვენებ ხა შევჭამ დავიძინებ და 40 4 კილომეტრი დილით ბატონმა იაპონიელს что он говорит сейчас ბატონმა იო მეგრევე იმედი ზემოდან მეძახდა მათ ამზომი ეწერა იმედი ჩქარა იცურა იმედი და ესე გორჩი დამიდგნენ მაგრამ მაინც დამიდგნენ აგილა სოფა აი ასე გვერდში დამიდგენ იმედი მიდი ირბინე იმას აკეთებთ აზიდვებს რა თქმა უნდა აჯიმანი აქვს ენაზე ბატონო აჯიმანი მე რა მახსოვს იცი მე რო წყალბურთზე დავდიოდი ესეთი ისენი მქონდა რა ქვია საფანტი იყო სამაჯურებში დაემძიმებინა ხო და კიდე ფეხებზეც კამარიც იყო და კიდე იმაზე საბურავზე უტყავდით იმას რკინის პრუტოკებს კიდე არის ეგ მოდაში ეხა აჩინა მწვრთნელები არიან რომელიც შეიძლება ეგეც კი ხო აი სო დაგვაყენებდა და პრუტოკი მიდი ურტყი ის პრუტოკი ურტყი და ერთხელ კომპლექსიარული კი რაღაც აი აღარ მინდა სულად მახსოვს აბა გავლილი აქვს ეგ ეტაპი გავლილი აქვს ეხლა პარამეტრები მე იქ ვარ ჩარჩენილი როდის მიფრინავთ ჩვენ მივიდივართ ჩერნოგორიაში 5-ში. ჩერნოგორიაში გაქვთ? ანუ ეს ჩერნოგორია და ვტოროი დომ. და ხო, იმიტომ რომ კაი გუნდები ჩამოდიან ზაფხულში, იმათი იქნება სპარინგები და მე მივიდივართ ბუდაპეშტში იქიდან. იქიდან ბუდაპეშტში და პირველივე თამაში გახსნის დღეს გაქვთ? პირველივე თამაში გვაქვს რუმინეთთან, კი. ჩვენ ვიცხავთ. რა? პირველი თამაში. და მე ახლა ეს არ ჩამეთვლება და ვერავინ ვერ დამწამებს რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამას ვაკეთებ, მაგრამ უყიდიათ. და ძალიან მიხარია და ყველა თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება გვექნება და დიდი მადლობა ჩვენ მე უნდა ვთქვა დიდი მადლობა უთხრა ჩვენ კოლეგებს, იმიტომ რომ ეს მართლა სანახავია და კარგია რომ აი კიდევ ერთი სპორტი გამოჩნდა, ხო? გუნდურს გულისხმობ. დაიწყეს რაგბისტებმა სოფლიოზე მოხვედრით, მერე კალათბურთელებმა აუბეს მხარი ევროპაზე გასვლით და ახლა წყალბურთელები და ძალიან მიხარია და ძალიან კარგია და იმედი მაქვს რომ შეუერთდებიან ამას ოდესღაც ფეხბურთელებიც. მე ვერ მოვესწრები, მაგრამ შვილები ხომ მყავს, კაცო. ჩვენი შვილები მოვესწრებიან ამას და ევროპაზე გავალთ, მაგრამ მაშინაც გვინდა ან ჩერნოგორელი ან სერბი მწვრთნელი. მე მინდა წარმატება გისურვოთ. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ რომ მოხვედით. იმიტომ რომ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, ვარჯიშები, ემზადებით, მართლა სერიოზული. მე რატომღაც მგონია რომ გახვალთ თქვენ ჯგუფიდან. ერთ ფაქტი. მაგისმინოთ. ჩვენ ჯგუფიდან თუ გავალთ, ავტომატურად ხვდებით სოფლიო ჩემპიონატზე. ჯგუფიდან თუ გავხვალთ, ავტომატურად ხვდებით სოფლიო ჩემპიონატზე. მე რატომღაც მგონია რომ ჩაატარებთ თქვენ იქ რა. ერთ ფაქტს. აი როგორც კოლუმბიამ ჩაატარა ფეხბურთში. მე მგონი თქვენ ამას ჩაატარებთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ხალხო, ეს იყო რუბრიკა თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა და ამ თემაზე სასაუბროთ სტუმრად გვყავდა საქართველოს ეროვნული ნაკრები წყალბურთში მწვრთნელები, კაპიტანი და წამყვანი მოთამაშე, ну ორი ყოველ შემთხვევაში, ყველა წამყვანია იქ. Ძალიან დიდი მადლობა, Иван, спасибо. Вы останетесь у меня коньяк для вас. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, საამაყო ხალხი ხართ. გაიხარეთ.